2025 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. თემაზე ვრცლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროს სპეციალისტ თამაზ მარკოზაშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. რომელი ტაძრები განახლდა ჩვენს მუნიციპალიტეტში და თუ არის ცნობილი 2026-ში რა ძეგლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია? მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოხდეჯებისთვის. გურჯაანის მუნიციპალიტეტი ყველაზე ცნობილია, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მხრივ. მათი საერთო რაოდენობა 300-ს აღწევს. ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია ხორციელდება ყოველწლიურად გარკვეული გეგმის მიხედვით. გასულ 2025 წელს რეაბილიტირებული იქნა შემდეგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. აქედან გამოყოფთ სოფელ ვეჯინში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის დარბაზულ ეკლესიას, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება. ეს ძეგლი იყო ძალიან ავარდნილ მდგომარეობაში, ჩაქცეული ჰქონდა ჭერი, კედლების ნახევარწრიული დანგრეული იყო და საქველმოქმედო ფონდის ქართულ დაფინანსებით გასულ წელს დასრულდა ვეჯინის წმინდა ნინოს ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. არქიტექტორი გახდათ ბატონი ნოდარ მინდორაშვილი, ცნობილი არქიტექტორი. ძეგლი აღდგენილი არის თავისი პირვანდელი სახით. ეს ძეგლი მდებარეობს აბაშიძეების რგვალი კოშკის გვერდით, დაახლოებით 30 მეტრში და მიჩნეული არის, რომ იყო აბაშიძეების საგვარეულო ეკლესია, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. გარდა ამისა, განხორციელდა გასულ წელს სოფელ შაშიანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სახურავი იყო ძალიან დაზიანებულ მდგომარეობაში და საქველმოქმედო ფონდის ქართულ დაფინანსებით მოხდა ამ ეკლესიის სახურავის განახლება და ხელახლა გადაიხურა კრამიტით. აქაც არქიტექტორი ბატონი ნოდარი მინდორაშვილი გახლდათ. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ეს რეაბილიტაციო სამუშაოები. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობდა სოფელ შაშიანში, სადაც მდებარეობს მე-6 საუკუნის უნიკალური არქიტექტურული ძეგლი წმინდა სამების სახელობის დიდი სამნავიანი ბაზილიკა. ეს არის ძალიან დიდი სამონასტრო კომპლექსი და ჯერ კიდევ შაშენწინ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, წელსაც გაგრძელდა და გათვალისწინებული არის, რომ გაზაფხულისთვის დასრულდება სამუშაოები. თანხა გამოყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. შაშენის სამება, როგორც აღნიშნავს, მე-6 საუკუნის არქიტექტურული ძეგლი და არის თავისი ღირებულებით, თავისი მნიშვნელობით ისტორიით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი კახეთის რეგიონში. რაც შეეხება წელს, რა ძეგლების რეაბილიტაცია არის წელს დაგეგმილი, ამაზე მხოლოდ ახლა საუბარი ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომლებთან. წელს დასრულდება შაშენის სამების სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით 20%-ია დარჩენილი და თრინად იქნება აღდგენილი ეს დიდი სამნავიანი ბაზილიკა. ამჟამად გათვალისწინებული არის დარბის სოფელ დარბაზში, ისტორიულ სოფელში მდებარე ყორაწმინდის სახელობის დიდი მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დარბის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს ზემო კაჭოეთში, არის ძალიან დიდი ზომის ნაგებობა, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება. აქაც სახურავი არის ძალიან დაზიანებულ მდგომარეობაში, წყალი ჩამოდის და საქველმოქმედო ფონდის ქართულ დაფინანსებით წელს განხორციელდება დარბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ მოხდება ეკლესიის სახურავის თლიანი განახლება და ხელახლა გადაიხურება კრამიტით. შედგენილი არის პროექტი ჭადაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების. ბატონი ნოდარ მინდორაშვილი გახლავთ ამ პროექტის ავტორი. ეს ჭადრის წმინდა გიორგის ეკლესია არის მე-9 საუკუნეების არქიტექტურული ძეგლი და ძალიან დაზიანებულ მდგომარეობაშია და იმედი გვაქვს, რომ წელს მოხერხდება ამ ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება და განხორციელება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში თუ არის კიდევ დარჩენილი რომელიმე ტაძარი, რომელსაც განსაკუთრებით ესაჭიროება აღდგენა და განახლება? ძალიან ბევრს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ბოლო დაახლოებით 2000 წლის განმავლობაში დაახლოებით 70 ძეგლი არის რეაბილიტირებული მარტო გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
და ძირითადად საქველმოქმედო ფონდის ქართულ დაფინანსებით ხდება ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ გურჯაანში ქალაქის ტერიტორიაზე კოტეხში გვაქვს ეგრეთ წოდებული ტატიას საყდარი, რომელიც არის მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს არის სამნავიანი დარბაზული ეკლესია, რომლის სახურავი არის ძალიან ასე ვთქვათ სავალალო მდგომარეობაში და ამ ძეგლს სჭირდება სასწრაფოდ მიხება. მე ჩამოყალიბდა ადრე არქიტექტორი ნოდარ მინდურაშვილი, რომელსაც დაათვალიერა ეს ძეგლი და იმედი გვაქვს, რომ მოხდება ამ ტატიას საყდრის არდიგითი სამუშაოების დაფინანსება. ეს ძეგლი მდებარეობს გურჯაანიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით. ასევე მინდა გკითხოთ სოფელ მანიანში აღმოჩენასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? სოფელ მანიანში შემოვიდა ინფორმაცია ჩვენთან, რომ მიწის სამუშაოების დროს აღმოჩენილი იქნა ქვის სამარხი. შემთხვევის ადგილზე გავედი მე ფონდსაცავის დირექტორთან ბატონ გოგიტა ბეჟიტაშვილთან ერთად. აღმოჩნდა, რომ ეს ქვის სამარხი რამდენიმე წელს წინ ყოფილა მიწიდან, ესე იგი შემთხვევით მიწის სამუშაოების დროს აღმოჩენილი. მოვუნახულოთ ეს ადგილი და განსაკუთრებით საინტერესო არის ქვის სამარხის საფლავის ერთ-ერთი ქვა, რომელზედაც ქართული ძველი ასომთავრული წარწერები არის ამოკვეთილი. ხო და შევთანხმდით და დავუკვირდით, რომ მოხდეს აღნიშნული საფლავის ქვის ეს ასომთავრული წარწერით გურჯაანის რეგიონალურ ფონდსაცავში გადატანა, რომ იგი დაცული იყოს და საერთოდ ძალიან იშვიათია ხოლმე შუა საუკუნეების ქვის სამარხებში ასეთი ასომთავრული წარწერების აღმოჩენის ფაქტი. და ეს ასომთავრული წარწერა სულ რამდენიმე ასოების და დაქარაგლებული არის. ამასაც სჭირდება გარკვევა და შესწავლა თუ ვინ იყო დაკრძალული ამ ტერიტორიაზე. მე მინდა საგანგებოდ აღვნიშნო, რომ სოფელ მანიანის ტერიტორია არის ძალიან საინტერესო არქეოლოგიური კუთხით. მიწის სამუშაოების დროს ხშირად შეიძლება შუა საუკუნეების ქვის სამარხები. ხო და არის ერთი თხოვნა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, როდესაც მიწის სამუშაოების დროს ვინმე საკარგებად ნაკვეთში აღმოჩნდება ასეთი ტიპის სამარხები, აუცილებლად შეგატყობინონ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის კულტურის სამსახურს, რომ მოიგოთ შესაბამისი ზომები და მოხდეს აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლის გამოკვლევა და შესწავლა მეცნიერების მიერ. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ.